მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო საულქვაძე ვარ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. მორიგი შეხვედრა მცხეთა მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, კონფერენციებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველი შეხვედრის შემდეგ მატულობს, რაც ჯანსაღი დისკუსიისა და დიალოგის მიმართ ახალგაზრდების ინტერესზე მეტყველებს. რეგიონული კონფერენციები საქართველოს 10 რეგიონს მოიცავს და დასკვნითი კონფერენცია თბილისში გაიმართება, სადაც შეხვედრაზე ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული საუკეთესო იდეები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. ძალიან დიდია ინტერესი მათი ყოველ შეხვედრაზე იმატებს დასწრების სურვილების რაოდენობა და ვხედავთ თუ რამხელა ენერგია, რამხელა მუხტი იგრძნობა მათი მხრიდან. ასევე მინდა ხაზი გაუსვა გუშინდელ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც რუსთავში გაიმართა, ვიცით რომ სტუდენტური ფესტივალი იწყება და ნათლად ანახებს ეს ყველაფერი იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენ გუნდს ქართულ ოცნებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და მათი ჩართულობა. ზუსტად ამ ყველაფერს ემსახურება ეს ჩვენი შეხვედრა. მეტი კომუნიკაცია გქონდეს მათთან, მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკური პროცესი იქნება თუ იმის იქით სხვა მიმართულებები და მე დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოიღებს ეს ყველაფერი დიდ შედეგს, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ნაყოფიერი აღმოჩნდა განვლილი 4 კონფერენცია, რადგანაც ამ კონფერენციებზე გაჟღერებული იდეები უკვე გადავიდა სამუშაო რეჟიმში. მნიშვნელოვანი იქნება, რომ კონფერენციების დასასრულს უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები უკვე განვახორციელოთ ჩვენ სამოვალ საქმიანობაში და რაც მთავარია კიდევ ესტუმროთ ამ რეგიონებს და კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში გავიაროთ ამ ახალგაზრდებთან მათ მიერ გაჟღერებული გამოწვევები და იდეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ შეხვედრები არ დარჩეს მხოლოდ შეხვედრების დონეზე, ჩვენ ვისმენთ ახალგაზრდულ საჭიროებებს და სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ახალგაზრდულ მოთხოვნებს და უკვე ამ მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რაც შეეხება უშუალოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურით, ისე განათლების მიმართულებით, თუმცა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ თუ რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად განმოვითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. რუსთავმა სტუდფესტი 2026-ის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და რუსთავის მერმა მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს სტუდფესტის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფესტივალის ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. რუსთავის სპორტის სასახლეში სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებები მოეწყო. გაიმართა საზეიმო მსვლელობაც, საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. სტუდფესტი 2026 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა ქალაქშიც გაგრძელდება და წლის საუკეთესო უნივერსიტეტსაც გამოავლენს. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. მადლობა ყველას ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, რუსთავის მერიას. მიხარია, რომ პირველად რუსთავში წელს იხსნება ეს ღონისძიება. განათლების სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. წარმატებული სტუდფესტი მინდა გესურვოთ. მეც რა თქმა უნდა უერთდები მილოცვებს, ძალიან მიხარია რომ ამდენი ახალგაზრდა არის შეკრებილი დღეს საღამოს და ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა. ენერგია მომავლისა. და მინდა წარმატებები გისურვოთ ყველაფერში. სასიამოვნოა ისიც რომ სხვადასხვა რეგიონების, სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტები შეიკრიბა და წარიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ყოველწლიურად იზრდება ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა და წელს 20,000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მართლაც საამაყო დღე არის, იმიტომ რომ ტრადიცია გრძელდება და არათუ გრძელდება, არამედ დღეს გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ის შედეგები, რაც წლების მანძილზე დაგროვდა. დავინახოთ ის, რომ ინტერესი იზრდება, უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა, უფრო მეტი რეგიონი საქართველოსი ერთვება და რაც მთავარია, უფრო მეტი უნივერსიტეტი მომზადებული ერთვება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით,
რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული. სწორედ ეს შესაძლებლობაა დღეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაერთიანოთ ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში. ახალგაზრდებო, თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფესტივალს არ ეყოლება ერთი ან ორი გამარჯვებული. ის რომ დღეს ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში გაერთიანდა და დამეგობრდა, ეს ყველაზე მთავარი გამარჯვებაა ჩვენი ქალაქისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქუთაისში გვირილობა აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სპორტული, კულტურული ღონისძიება და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა იგეგმება. გაიხსნება შემეცნებით ინოვაციური სივრცე უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. 18 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. 20 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და შემსრულებლების გალა კონცერტი დაიწყება. ქუთაის ქალაქობას გილოცავთ ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან სრულიად საქართველოს ჩვენს ქალაქს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ულოცავ ქუთაის ქალაქობას გვირილობის დღესასწაულს. მეუფე უკეთ ალოცა ჩვენი ქალაქი, გვისურვა მშვიდობა ქვეყანაში. გადავინაცვლებთ ახლა ცენტრალურ მოედანზე. სულ რამოდენიმე წუთში მივიღებთ ოფიციალურ სტუმრებს, მათთან გვექნება ოფიციალური შეხვედრები, რის შემდეგაც დაბრუნდებით უკვე ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება გასართობი სივრცეები მოწყობილი, ყველა ასაკის ადამიანისათვის, ბავშვებისთვის იქნება უამრავი სივრცეები. ორი სცენა გვაქვს დღეს ქალაქში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ქალაქის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოთი 6 საათისთვის შევდივართ უკვე მესხიშვილის თეატრში, სადაც მოხდება კულმინაცია ჩვენი ქალაქის დღესასწაულის და იქნება საპატიო ქუთაისლების წარდგენა. რის შემდეგაც უკვე ქალაქში გალა კონცერტით დავასრულებთ დღევანდელ დღეს. დღეს არის საქალაქო ზეიმი, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება და მთელი ქუთაისის მოქალაქეები, იმერეთის და მთელი საქართველოს ღებულობენ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულში მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ძირითადი მთავარი ტაძრიდან ქალაქ ქუთაისის, რომელიც 1003 წელს ბაგრატ მესამე მააგო, ტრადიციულად აქედან ვიწყებთ ქალაქის დალოცვას. მეუფე ივანესთან ერთად და შემდეგ გავაგზავნებთ ღონისძიებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია, რომელიც 115 წლისა, შეინარჩუნებს თავის ძალას, თავის ელფერს, თავის სიკოხტავეს. გვირილობა ქუთაისლებისთვის განსაკუთრებული საყვარელი დღესასწაულია, რომელიც ერთობას, სიხარულს, ტრადიციების პატივისცემას გამოხატავს. დღეს მოხარული ვარ, რომ ქუთაისი მასპინძლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საერთაშორისო სტუმრებს. მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვო მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა. დღეს არის ძალიან კარგი დღე, ასე ვთქვათ, ქუთაისში. პირველ რიგში ვარგებთ გვირილებს, ვახარებთ ხალხს, ქუთაისს ვალამაზებთ აგრეთვე და ასე რომ ვთქვათ, დღეს მხიარული დღეა. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია მთელი ქალაქისთვის, რადგან ის ასოცირდება ქვემოქმედებასთან და მთელი ქუთაისი, ასე ვთქვათ, ერთად იკრიბება და ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. 28 აპრილს ჩატარებულ წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას აუცილებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიის არაკეთილმოსურნეები ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოებაში წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა დააკრინონ და ეკლესიაში დაპირისპირება დათესონ. არის მცდელობები მღვდელმსახურების ღირსების დაკრინების, რაც მიუღებელია. ამ წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკრინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ეკომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ. კარგად ვხედავთ, რომ ამ მოჩვენებითი ხომაგობითა და ზღვარგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება. ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისათვის გვინდა მაღალყოვლად უსამღვდელო ესის გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას შესახებ განმარტოთ და ვთქვათ.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალ ყოვლადუსამღვდელოესი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედა ეკლესიას. თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც. მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკლესიის მადისკრეტირებელი განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. მმართველი გუნდის შეფასებით ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის მიზანი ეკლესიაზე შეტევა და პატრიარქის არჩევის პროცესის დაზიანებაა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი საზოგადოების გახლეჩას და არეულობის მოწყობას გარე აქტორების დაავალებით ცდილობს, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან კოორდინირებული ანტიეროვნული კამპანია შედეგს ვერ გამოიღებს. ნაციონალური მოძრაობის დაარსების დღიდან ეს არ ახალია, რომ ზოგადად საპატრიარქოზე ეკლესიაზე ყველაფერ წმინდაზე ხდება შეტევა და დისკრედიტაცია. ხო, ჩვენ გვახსოვს მათი დარბეული ტაძრები და ესე ვთქვათ, არაერთი შეტევა ეკლესიაზე და არაერთი მომზადებული სიუჟეტი მათ მიერ. ეხლა კონკრეტულ შემთხვევასაც შეეხება, ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ მათი სასურველი კანდიდატი ვერ წინაურდება, ესე ვთქვათ, და ვერ ხდება პატრიარქი და შესაბამისად ეხლა ყველაფერს და ყველას შეუტევენ აბსოლუტურად, ვინც მათთვის არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, არაფერი არ არის გასაკვირი ამ ბინძური ხალხისგან. ეს ბნელი ძალები, თავიანთი გარე პატრონების წაქეზებით დიდი ხანია თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ჯერ მის უწმინდესობას ესხმოდნენ თავს და წმინდა სინოდს და ზოგადად ქართული ეკლესიის ავტორიტეტის ჩამოშლას ისახავდა მიზნად მათი ეს მთელი დემარშები და მათი ეს მთელი კამპანიები. უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა ამაში და ბუნებრივია გრძელდება, იმიტომ რომ ქართული ადამიანის იდენტობა აგებულია ჩვენს რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე და აი ამ გარე პატრონების მთავარი მიზანია, რომ აგენტურის მეშვეობით საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის ინსტიტუცია ეს არის ჩვენ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მიწასთან გაასწორონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან და ვერ მიაღწევენ. ნაცმოძრაობის ბუნება რაც არის, ეს არის დაპირისპირება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა სხვისი ქვეყნის სასარგებლოდ. ეკლესიის ლანძღვა გინება, რატომ ებრძვიან განსაკუთრებით ბოლო კვირებში ეკლესიას, საპატრიარქოს? იმიტომ რომ კიდევ ნახა უცხოურმა ძალამ 17-21 მარტის დღეებში ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ქართული საზოგადოება იყო და იქნება მყარად იმ რწმენაზე, რასაც ქვია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ოჯახური ტრადიციები, სუვერენიტეტი, ეს ყველაფერი არის ღირებული და რომ დაინახა, რომ თითქმის ნახევარი საქართველოს გამოვიდა ქუჩებში ურუდუნებით ამ პოზიციის დასაცავად უცხოეთმა, მოთხოვა მე მათ აგენტურას, რომ აი იქ არის პრობლემა და იქ დაარტყითო და იქ შეიტანეთ განხეთქილებაო. ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირება ფედერალისტები ნაციონალურ მოძრაობას ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ალიანსიდან თავს თავად ირიცხავენ. ნაციონალურ მოძრაობაში კი კვლავ აცხადებენ, რომ ალიანსის დატოვებას არ აპირებენ და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვა პარტია ვერ მიიღებს. ქართულ ოცნებაში დაყოფილი ოპოზიციურ ფლანგს დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას საერთო მიზანი და საერთო დირექტივა აქვს. რომელიმე კონკრეტული სუბიექტის გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა გაირიცხოს ალიანსიდან და ვინ არა, ხო? მე ვითხოვდი შემდეგს, რომ ჩვენ გავაკეთეთ მკაფიო განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. ვისურვებდით, რომ ეს ეგრეთ წოდებული турბულენტობა დამთავრდეს ალიანსის შიგნით, თუ ზოგადად რომელიმე სახის პლატფორმა და არ არის აქ მხოლოდ ალიანსზე საუბარი. გადაიქცევა ანტინიშა კამპანიად, ხო, ეცდებიან რომ რაღაც ცენზურა დააწესონ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავხვდებით, ასე ვთქვათ, იძულებული რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს მოულოდნელი არ იქნება არავისათვის. მათივე გუნდის წევრები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ნაციონალური მოძრაობა ზოგადად პრობლემა არის ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ზოგადად ოპოზიციისთვის. ასე და ეხლა ჩვენთვის გაერთიანებული ოპოზიცია ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენთვის ერთი ჯოხის ორი ბოლოა. ანუ არაფერი არ იცვლება ჩვენთვის 2028 წლის არჩევნებში ისინი რა ფორმულირებითაც არ უნდა წარდგენ არჩევნებზე, კრახი მათთვის არის გარდაუვალი. რაც მეც თავლენ მოსახლეობასთან მეტი ზიზღს გამოიწვევენ და მეტ ნაკლებობებს აიღებენ 2028 წლის არჩევნებში. ჯობია რომ საროთხმა არ ამოიღონ და ისე მიიღონ მონაწილეობა
როცა იქნება საპარლამენტო არჩევნები. რადიკალების ალიანსი ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე ყორღანაშვილების გაერთიანება. სხვა რა უნდა დაალკო, როდესაც აი ამ ფანჩატურში იკრიბებიან საქართველოს მოწინააღმდეგე ელემენტები, გარეთ ძალებისაგან მართული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ იდენტობას და როგორც აი ნუგბარზე მისეული მღრნელები, ისე არიან აი ამ გარე პატრონების დაფინანსებაზე მისეულები, დაგეშილები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რა ალიანსია საუბარი, როგორც შეიკრიბნენ, ისე დაიშლებიან, მათ არანაირი იდეა არ გააჩნიათ, ისინი არიან მხოლოდ ფულზე გაწუწკებული ჩვეულებრივი მღრნელები. ბევრმა მათგანმა აღიარა იმ ალიანსში მყოფმა ლიდერებმა ეგრეთ წოდებულმა აღიარეს, რომ ჩვენ ხალხი მხარს არ დაგვიჭერსო თუ ერთ საკითხზე მაინც არ გავერთიანდითო და მინუსებზე ისაუბრეს და ასე შემდგომ. ნუ ზოგმა თქვა, რომ იქნებ სანთელი მაინც დავიჭიროთ ხელში, რომ მორწმუნეებმა მაინც ხმა მოგცენო. კარგად ვიცით, ვინც თქვა, მაგრამ არ გამოვა ეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად აქვს ხალხს გათვითცნობიერებული, რა ძალასთან აქვს საქმე. ნუ ყველაფერს თავი დავანებოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში არის იმ ხელა მტკიცებულებები ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით და მის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ არ ამგონია, რომ იმას ეჭვი ეპარებოდეს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ პერსპექტივებზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ, რათა აღკვეთოს უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ მტრული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისა და ჯგუფების ქმედებები. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უფლებამოსილება დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება. უახლოეს კვირებში დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონმდებლობას, რათა აღიკვეთოს უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ მტრული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისა და ჯგუფების ქმედებები. შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება ახალი უფლებამოსილებები, რომ აკრძალოს სახელმწიფოს მხარდაჭერილი იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველოს სპორტის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას 2 ოლიმპიური და 10 საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა. თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბის აღსაზრდელები და აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი ნავები თბილის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბებს გადაეცა, რომლებსაც სპორტსმენები უკვე გამოიყენებენ ბათუმის პირველობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში 2026 წლის ზაფხულს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ნავები მისცემს ჩვენ ახალგაზრდა თაობას, ახალ შესაძლებლობას, რომ არაერთი დიდ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ და არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანონ ჩვენ ქვეყანას. რამოდენიმე წელია უკვე ორი ახალი კლუბი გაიხსნა ფოთში და ბათუმში და დაიწყეს ვარჯიში ბავშვებმა. სწორედ ამ კლუბებისთვის სამინისტროს დახმარებით განხორციელდა 10 საერთაშორისო კლასის ნავის შეძენა. და რომელი კლასის არის განკუთვნილი 8-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის. ასევე განხორციელდა 2 ოლიმპიური კლასის ნავის შეძენა თბილისის საიალქნო კლუბისთვის. ეს ნავები სამომავლოდ დაგვეხმარება განვითარებაში უფრო მეტად, ვარჯიშებშიც ძალიან დაგვეხმარება. ამ სპორტზე დავდივარ 4 წელია. ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპული მოკავშირეების მისამართით ამერიკასა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს. ამის შესახებ როიტერი წერს. სააგენტოს ინფორმაციით უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა. ცნობილია, რომ მიმდინარე კვირას ამერიკის პრეზიდენტი ირანთან ომის კრიტიკის გამო გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს დაუპირისპირდა. ტრამპმა მერცს არაეფექტური უწოდა. მოგვიანებით პენტაგონში განაცხადეს, რომ 26400-იან ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს 5000 ჯარისკაცით შეამცირებენ, აგრეთვე გაზრდიან გადასახადებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე. აღნიშნული ნაბიჯი ძლიერ დაარტყამს გერმანიას, წერს გამოცემა. გარდა ამისა, ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტამერიც გააკრიტიკა. ტრამპი სტამერს დაემუქრა, რომ დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას დიდ ტარიფებს დაუწესებს. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდებით.